გამარჯობა. მოგესალმებით ყველას ღამის შოუ სტუდიის სახელით. ჩვენ ვიწყებთ ჩვენს ახალ რიგით მეორე პროექტს. პირველი პროექტი მოგეხსენებათ არის ჩვენი კომედიური სერიალი შუა ქალაქში. ეს გახლავთ მეორე პროექტი. გავიდა თუ არა ამ მეორე პროექტის ამ გადაცემის ანონსი ეთერში, უმალვე მაყურებელში გაჩნდა კითხვები. ალბათ უფრო მართებული იქნებოდა თუ ვიტყოდით გაჩნდნენ კითხვები. რა იქნება ამ გადაცემის სახელი, როდის გავა ეთერში, ვინ იქნება ამ გადაცემის წამყვანი. ეს ყველაფერი ჩვენ მარტივად გადავწყვიტეთ. ამ გადაცემის სახელი იქნება ღამის შოუ. დამეთანხმებით, კიდევ დარჩა ორი კითხვა, ეს არ იყო ერთადერთი კითხვა, უფრო მართებულად თუ ვიტყვით, დარჩნენ კითხვები. როდის გავა ეს გადაცემა ეთერში? ეს გადაცემა ეთერში გავა პარასკევს. იმდენად რამდენადაც გახსოვთ ალბათ, რომ შაბათ-კვირას ეთერში გადის ჩვენი სტუდიის სერიალი შუა ქალაქში. ანუ შაბათ-კვირას ის გადის და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პარასკევს ეს გაგვეშვა, იმიტომ რომ სხვა დღე კვირაში აღარ რჩებოდა. გასაგებია რომ პარასკევს, მაგრამ რომელ საათზე ალბათ ეს უფრო გაინტერესებთ, ეს უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ აქ არჩევანი გაცილებით დიდია. ეს გადაცემა, ესე იგი მოგეხსენებათ შუა ქალაქში, ეთერში გადის შაბათ-კვირას 10 საათზე, 10 საათზე ანუ იწყება და მთავრდება 11 საათზე. ჩვენ გვინდოდა რომ როცა დამთავრდება შუა ქალაქში 11 საათზე, აი ამ დროს რო დაიწყოს ეს ღამის შოუ და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ 11 საათზე გაგვეშვა ეს გადაცემა, ოღონდ პარასკევს. ესე იგი შაბათ-კვირას 11 საათზე როცა მთავრდება შუა ქალაქში, უკვე გვიანია დამეთანხმებით, ბევრს ეძინება, ამიტომ გადავწყვიტეთ ცოტა ადრე დაგვეწყო და შევარჩიეთ პარასკევი 11 საათი, იმიტომ რომ დამეთანხმებით, რომ პარასკევი 11 საათი გაცილებით ადრეა, ვიდრე შაბათი, მით უმეტეს კვირა 11 საათი. დარჩა შეკითხვა, ვინ იქნება ამ გადაცემის წამყვანი. მინდა მოგახსენოთ, რომ ამ გადაცემას არ ეყოლება ერთი წამყვანი. იმიტომ რომ ერთმა წამყვანმა არ გაამართლა. ანუ ამ გადაცემას ეყოლება არა ერთი, არამედ არაერთი წამყვანი. რატომ იცით, ახლა ავხსნი რომ არ გაჩნდნენ კვლავ კითხვები. როდესაც გადაცემას ყავს არაერთი წამყვანი, ამ დროს მაყურებელი ტყუვდება. აი წარმოიდგინეთ, რომ მაყურებელი უყურებს ტელეგადაცემას, სადაც არის ადამიანი, ტელეეკრანზე ადამიანი, რომელიც მაყურებელს ელაპარაკება. ამ დროს მაყურებელი ისისა ეგუება იმ აზრს, რომ ეს არის წამყვანი. ამ დროს ანაზდად მოულოდნელად საიდანღაც ჩდება მეორე ადამიანი. მაყურებელი ფიქრობს, ეს არის წამყვანი, თუ წეღან რომ წამყვანი ეგონა ის არის წამყვანი. ამ ფიქრებშია მაყურებელი გართული, როცა ტელეეკრანზე ჩნდება მესამე ადამიანი და შემდეგ მეოთხე ადამიანი. ამ დროს მაყურებელი საერთოდ ეთიშება გარესამყაროს და კონცენტრირებულია მხოლოდ იმაზე, რომ გაარკვიოს თუ ვინ არის წამყვანი. პირველია, მესამეა, მეორე და მეოთხე ერთად, ასე მოტყუებით თუ დააკავებ ვინმეს ტელეეკრანთან, თორე ვიღას უკვირს ახლა შენი იუმორისტული გადაცემები რა უნდა იყოს ახლა ისეთი, რომ მაყურებელი დაждდეს საღამოს 11 საათზე უყუროს. ასე რომ უყურეთ ღამის შოუს არაერთ წამყვანთან ერთად, ოღონდ პარასკევს.
საღამო მშვიდობის. ამას წინათ დამირეკა ჩემმა ერთმა უცხოელმა მეგობარმა და მითხრა რომ საქართველოს გავლით მიწევს სადღაც გადაფრენაო. ცოტა ხანი მომიწევს გაჩერება და იქნებ დამხვდე და შენი ქვეყანა დამათვალიერებინო. კარგი მეთქი. და როგორც ჭეშმარიტმა პატრიოტმა გადავწყვიტე რომ ყველაფერი რაც გვაქვს, კარგიც და ცუდიც, კარგი კუთხით დამენახვებინა და ამ განზრახვით გავემართე აეროპორტისკენ. ჩამოფრინდა რა თქმა უნდა ღამის 4 საათზე. წვიმდა. გარეთაც. ჩავისვი მანქანაში და დავიწყეთ მოგზაურობა. პირველი რასაც აეროპორტიდან თბილისისკენ მომავალი შეამჩნევ, ეს არის ერიქსონის უზარმაზარი სარეკლამო ბანერი. ეს თუმარი მეკითხება რომ ეს ხო 5 წელი აღარ არსებობს ეს ფერმა. მეთქი ერთი წამი, გაიხედე მარცხნივ, ხედავ იქ დინარის თავზე ძეგლი დგას. ეგ არის ვახტანგ გორგასალი 1500 წელი აღარ არსებობს. სანამ ქალაქის ძველუბნებს გავდიოდი, სტუმარს ვუხსნი რომ თბილისი ეს არის პლანეტის ყველაზე ტოლერანტული ქალაქი. აქ ერთმანეთის გვერდით აღმოაჩენ ეკლესიას, მეჩეთს, სინაგოგას, მარჯვენა საჭიან მანქანას, მარცხენა საჭიან მანქანას და ასე შემდეგ. ამ ლაპარაკში მივახლოვდით ფილარმონიას. სიმართლე გითხრათ, ის მუზა მეც არ მომწონს. სტუმარს ვეუბნები რომ ფილარმონიაში ახლა რემონტია და დეკორაციები ცოტა ხნით გარეთ გამოდგეს. ამასობაში გათენდა. ქუჩაში ახმაურდნენ ეს ბოთლის მიმღები ხალხი. ეს სტუმარი მეკითხება რომ რას ყვირიანო. მეთქი ავი გაიღვიძეს და მეზობლებს ესარმებიან. მაინც რას ყვირიანო. რას ყვირიან, გამარჯობა მეზობლებო. უბრალოდ გამარჯობა მეზობლებო, გამარჯობა. ჩავუხვიეთ სანაპიროზე. დაახლოებით იმ ადგილას ვართ მისული, ერთხარეს რომ სამი ახალ გაურკვეველფერად შეღებილი კორპუსი დგას. მეორე მხარეს კლდიდან ჩამოსული წყლით რო ხალხი მანქანებს ეცხავს. ქვემოთ ორმოებია გზაზე. სტუმარს ვეუბნები რომ აქ არის საქართველოს საუკეთესო ცა. სხვათა შორის მე რამდენჯერმე წარედვინანე რომ ეს მეთოდი უკვე გამოყენებული მქონდა. უახლოვდებით ელიავას ხიდს. აქ სტუმარს ვეუბნები რომ ამ ქვეყანაში მე პოპულარული კაცი ვარ და ეს თაყვანისმცემლები შემოეხვნენ მანქანას. კარგიო, დამიჯერა. ეხლა მოდი მაღაზიაში წამიყვანე სადმეო. კარგი მეთქი, წავიყვანე გუდვილში. შევდივარ და უხსნი რომ პერსონალს დილით გამოუცხადეს რომ სოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო საღამოს იკეტებიან და ამიტომ აქვთ ეგეთი სახეები. სხვა პრინციპში შარის მოსადები ვერაფერი ვიპოვე, მაგრამ გამოვდივარ და გუდვილის წინ დავინახეთ დაახლოებით 150 ცხვარი. სტუმარს ვეუბნები რომ ახალი მუნიციპალური პროგრამაა, იცი, ეს ზოოპარკი გადმოაქვთ გარეუბანში და ჯერ მარტო ცხრები გადმოიყვანეს. კარგიო, ახლა მოდი მთავარი ქუჩა დამათვალიერებინეო ქალაქის. წავედით რუსთაველზე. ხედავ მეტროსთან ზის ვიღაც კაცი, თან სალამურს უკრავს ერთი ხელით, მეორეთი აკორდეონს, მესამეთი დრამს ფეხით, თან პულს ართმევს ვიღაცას. თან ვიღაც გოგოს თვალს აყოლებს. ამაზე მეც გამოვშტედი ვერაფერი. გავსით ქალაქს. სანამ ავტობანზე მივდივარ, ჩუმადა ვარ. როგორც კი მორჩა ავტობანი, ხო მაგარი გზა იყო. უახლოვდებით ქარელს. ვეუბნები რომ
ქარელი ეს არის კონტრასტების ქალაქი. აქ ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის ძველი და კიდე უფრო ძველი. ამ დროს სტუმარმა მითხრა მოbrუნდეთო, თვითმფრინავი გაფრინდება მალეო და გადავრჩი თორეს სტუმარს უნდა ენახა სურამი. ნაზუქის მქნეველი ქალების დაბა. დავბრუნდით აეროპორტში. აღარ წვიმს, აღარ ჩიგნით. მიდის ჩემი სტუმარი და მიტოვებს უამრავ კითხვას. რატომ აწერიან OLX-ის მარკის ტაქსებს ტაქსი არაბულ ენაზე? როგორ ახერხებს სავალუტო ჯიხურის ოპერატორი, რომ თან ფული გადაგიხურდავს და თან ჭამოს? რატომ ქვია ტბას, რომელშიც მხოლოდ ბაყაყები ცხოვრობენ, კუს? და რიგში შენს მერე მოსული ადამიანი რატო დგება შენს გვერდით და ოდნავ წინ? რამდენიმე დღის მერე დამირეკა და მეუბნება, რომ უკვე ჩავფრინდიო. ეხლა მეგობრებთან ვარ საქართველოზე უყვებიო და ურნის მოგცემოდა. იქნება უხსნა ეს 2 ოთახ ნახევრიანი რას ნიშნავს? გადაცემაში გვექნება ერთი ასეთი რუბრიკა ახალი ამბები ინტერნეტიდან, რომელსაც შეაგროვებს და მიმოიხილავს ხოლმე ირაკლი კაკაბაძე. გამარჯობა ირაკლი. გამარჯობა გიორგი. როგორი იქნება შენი რუბრიკა? ნუ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი საინფორმაციოებიდან ვერ გავიგებთ საერთოდ საზღვარგარეთ რა ხდება, ესეთი დამუმტურავი ინფორმაცია არის. პრინციპში საერთოდ რა ხდება, ამასაც ვერ გავიგებთ ჩვენი საინფორმაციოებიდან. ამიტომ გადავწყვეტ, რომ ინტერნეტში მოვაგროვოთ რაღაც ინფორმაციები სხვადასხვა ქვეყნებზე, რეგიონებზე, თემებზე და ესენი შემოგთავაზოთ. და დღეს რა თემა არის? დღეს სავანდელ თემას სანამ გეტყვით, ერთი პატარა შესავალი უნდა გავაკეთო აუცილებლად რა. დილით მოვდივარ სამსახურში და აი უკვე იქ ჩამოუხვია ვებხვი და მოყმის ძეგლი რო არის, იქით აგზა რო დაკეტილია. კი შეღებეს უკვე, მაგრამ ჯერ დაკეტილია ისევ და აქეთ ამ ხარეს ვდგავარ, რომ იქიდან რო აინთება მწვანე პირდაპირ შეგიძლია რომ უცბად გამოხვიდე, რომ გაასწრო ამ მანქანებს და სწრაფად მოხვიდე და ნუ იქ ძალიან დიდი საცობი იყო. გავეჭედი ამ საცობში, მოვდივარ 5 წუთია დარჩენილი და სანამ მოვალთ 11-ზე აქ უნდა ყოფილიყავი და ვატყობ რომ ერთი 20 წუთი ანუ არ არსებობს რომ საცობი გამოვიდე და ვასიგნალებ, მაგრამ რას უშველი ახლა ნუ იქ წინ ბევრი მანქანებია, გაგიჟებული ვარ რაღაცა და ხო იცი გასაჭირში მაინც ვიღაცას დაუმეგობრდები ადვილად გვერდზე მანქანა იდგა და პანჯარა ჩავწია და თქვენც ალბათ გაგვიანდებათ სამსახურში რა ხდება ეს რა. არაო მითხრა მეო არსად არ მაგვიანდება, საერთოდ არ მაქვს სამსახურიო მე და უცბად მომეშვა. მომეშვა, ხო იცი შენზე გაჭირვებულს რომ ნახა უცბად მოგეშვება ხოლმე საერთოდ რა, უფრო ისეთი არ არის ისე ცუდად საქმე შე როგორც გქონი, ამიტომ დღევანდელი ჩვენი მიმოხილვის თემა იქნება შუა აზიის ქვეყნები. დავიწყოთ. შეგვიძლია დავიწყოთ იმისათვის რომ უფრო ისეთ დამაჯერებელი გახდეს, მე მოვიყვან ეკრანზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს საიტები, საიდან ამოვიღეთ ეს ინფორმაცია. ანუ წავიკითხავთ ამ news სათაურს და შემდეგ ერთად განვიხილოთ, იმიტომ რომ ძალიან მოკლე არის ხოლმე ინტერნეტში მომხილვა და უფრო განხილვა ჭირდება ხოლმე ამ ყველაფერს. ნუ პირველი ინფორმაცია რაც ნახეთ, ყირგიზეთით დავიწყოთ. ყირგიზეთის თეატრი, აი ესეთ სათაური წავიკითხე და უცბად რაღაც წამით რო დაფიქრდება, ხო იცით ადამიანი, ყირგიზეთის თეატრში ნუ რა შეიძლება ხდებოდეს? ყირგიზეთის თეატრი გასტროლებზე მიემგზავრება. კი ბატონო. აუცილებლად შეიძლება რომ ეს რაღაცა ყოფილიყო. ყირგიზეთის თეატრი სკანდალურად დატოვა ცნობილმა მსახიობმა. შეიძლება. ყირგიზეთის თეატრი ნუ ყველაზე ლამაზია. მაგრამ ნუ აი ვკითხულობ ამ news ყირგიზეთის თეატრი 1 წლისა. ნუ ყირგიზეთის თემას გავაგრძელებ, ისევ ჯობია. ყირგიზეთში ჩასულმა ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ გაკვირვება გამოთქვა, აქამდე რატომ არ აცხადებთ 2007 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.
არა ცხადები, გაუკვირდა ეხა კაც 2007-ში ჩატარდა, რატო არა ცხადები, ლოგიკურია. ნუ ეხლა ეს რომ განვიხილოთ, ესეთი ინფორმაცია არის, აი ეს მე არ მომიფიქრებია. ნუ ჩემი აზრით რა ხდება ეხლა? არჩევნები რო ჩაატარეს, CSKO-ს შენობა ხო აღარ ჭირდებოდა. და იქ გახსნეს თეატრი. რომელიც როგორც ვიცით უკვე 1 წლის არის. და CSKO-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ამჟამად თეატრის დირექტორმა განაცხადა განაცხადა რომ ეხლა თქვენო თეატრიც გინდათ არჩევნებიცო ეგრე სად არის. ნუ თემას ვაგრძელებთ უზბეკეთი აგრძელებს ჩვენ შუააზიური ქვეყნების თემას. უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართა მექსიკელი კომპოზიტორის, აი ეგ ნიუსსაც შემოგთავაზებთ, ვიქტორ როზგადოს ოპერის ბოცვერი და კოიოტის პრემიერა. ნუ გაიმართა პრემიერა, ჩემი აზრით სიმართლე გითხრათ, ხო, როზგადომ ვიქტორმა თავიდან ჩაიტანა რომეო და ჯულიეტა. უზბეკეთში. მაგრამ ნუ მაყურებელი არ მივიდა და მე აფიშებს პირდაპირ გადააწერეს ბოცვერი და კოიოტი და მიცივდა მაყურებელი რა თქმა უნდა. უზბეკი მაყურებელი პრემიერი როცა გამოდიოდა ანშლაგი იყო ყველა მემზე პრემიერაზე იყო რა თქმა უნდა ანშლაგი და როდესაც გამოდიოდა მაყურებელი იძახდნენ რომ აი ბოცვერიო ბოლოს თავს რო იკლოს ძალიან შთამბეჭდა. შემდეგი ინფორმაცია არის კვლავ უზბეკეთი იწყება ტაშკენტის ჯაზ ფესტივალი 2008. ნუ ტაშკენტში იწყება ჯაზ ფესტივალი, პრინციპში არაფერი ისეთი, მაგრამ ძალიან საინტერესოა, რას წერენ ამის შესახებ ჟურნალისტები. ჟურნალისტები წერენ ციტრებას პირდაპირ ვკითხულობ, როგორ წერენ ჟურნალისტები. ეს ფესტივალი ხელს შეუწყობს უზბეკეთში არსებული ჯაზ მუსიკის ნაპერწკლის დიდ კოცონად აგიზგეზე. ნუ როგორც ხედავთ, ჩვენ ჟურნალისტებს არაფრით არ ჩამოუვარდებიან უზბეკი ჟურნალისტები. თითქმის ერთი დონეა. ნუ ეხლა რა მოხდება ამ ჯაზ ფესტივალზე? ნუ ჯაზ ფესტივალზე უზბეკი ჯაზმენები გამოვლენ და დაუკრავენ ცნობილ კომპოზიციებს, როგორიც არის Girl from Ipanema, Chattanooga Choo-Choo და დემის რუსოს Goodbye My Love Goodbye. კრიტიკოსები იძახიან, რომ დემის რუსოს Goodbye My Love Goodbye-ო ჯაზი არ არისო. ნუ რაზეც ორგანიზატორები ამბობენ, რომ ბოცვერი და კოიოტი თუ ოპერაო. დემის რუსომ რაღა დააშავა. უზბეკეთის საფეხბურთო კლუბი კურუვჩი ეს ნიუსი აქ არის თავის რიგებში სათამაშოდ იწვევს ვეტერან ბრაზილიელ ფეხბურთელს რივალდოს. ნუ ესეთი ნიუსი არსებობს, ეს ჩემი მოფიქრებული არაფერი არ არის. ნუ ეხლა რომ ვიმშევთ პრინციპში რივალდოსაც რა ენაღულება, ხო? 36 წლის არის. ჩავა კურუვჩიში ითამაშებს 1-2 წელი და მერე წამოვა სახში, ნუ ბევრ ფულს გადაუხდიან, ეხლა იქ ფული, როგორც ვიცით, საკმაოდ ბევრი აქვს. ან პრინციპში სახშიც არ წამოვა და პირდაპირ ოპერაში გადავა. ხო და აფიშებზე იქნება პირდაპირ. კოიოტი როზა ოტუმბაევა, ბოცვერი რივალდო. შემდეგი ნიუსი არის ყაზახეთიდან. ყაზახეთში დროებით შეწყდა რადიო მაუწყებლობა. ნუ პრინციპში არაფერი, ხო, დროებით შეწყდა რადიო მაუწყებლობა, რა პრობლემა? მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის სიტყვა დროებით. დროებით შეწყდა, სანამ სასამართლო გაარკვევს, ეს რადიო ისევ იმას ეკუთვნის, ვისაც ეკუთვნოდა თუ ჯოზეფ კეის. და ბოლო ნიუსი დღეისათვის ეს არის ემოციები პარკეტზე. ყირგიზეთში ტარდება რესპუბლიკის ჩემპიონატი სპორტულ და სამეჯლისო ცეკვებში. რა მოხდება ახლა? გამოვლენ ახალგაზრდები, იცეკვებენ ძალიან ისეთ ცნობილ ცეკვებს, როგორც არის სამბა, რუმბა და ბოცვერი და კოიოტი. მართალია ცეკვა არ არის, მაგრამ ლათინოამერიკული ხო არის. აი დღეისათვის პრინციპში სულ ეს იყო შუააზიური ქვეყნების ნიუსები. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. რამე ახალი თუ იქნა, სასტრაფოდ შემოგთავაზებთ, თუ არა და სულ მალე 2 წლის გახდება თეატრი და აუცილებლად განვიხილავთ. დიდი მადლობა. ახლა მთელი მსოფლიო იმით არის დაკავებული, რომ წერს მისალოთ წერილებს ბარაკ ობამას. ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ გაუგზავნოთ მისალოთ წერილი, მით უმეტეს ისიც ახალი პრეზიდენტია, ჩვენც ახალი გადაცემა ვართ.
ერთად უნდა ვიმუშაოთ, ვითანამშრომლოთ მინიმუმ 4 წელი მაინც. მაგრამ წერილი მისწერო პრეზიდენტს სერიოზული საქმეა. განსაკუთრებით ამერიკის პრეზიდენტს და განსაკუთრებით ასეთს. ამიტომ ამ წერილის დაწერაში მოსახმარებლად თხოვ ირაკლი კაკაბაძეს. დიდი სიამოვნებით, თან აი სულ შემთხვევით ფურცელიც აღმომაჩნდა. მადლობა, კონვერტიც გვაქვს, კალამიც გვაქვს. დადახართ? კი. დავიწყოთ. ძვირფასო ბარაკ. არა, ბარაკ ძალიან ფამილარულია. ბარაკ არ გამოვა, სერიოზულად უნდა მიუდგეთ ამ საკითხს. მაშინ ძვირფასო ობამა. არა, ობამაც რაღაცა. სრული სახელი როგორ არის მაგისი? ბარაკ ჰუსეინ ობამა. ძვირფასო ჰუსეინ. ორიგინალურიც იქნება. ძვირფასო ჰუსეინ. წერთ საქართველოდან? საქართველოდან ძალიან მშრალია. საქართველოდან და რა? ო, რაღაც უნდა. წერთ მზიური საქართველოდან? მზიური საქართველოდან იცი რა არის? მზიური მაინდა-მაინც ვერ მოიხიბლება, იმიტომ რომ ეგ ხო წარმოშობით კენიელი არის. სტუმართ მოყვარე რო იყოს? არა, ძალიან გაცვეთილია. თან ეკოზრი ბუშთან ხო გამოვიყენეთ უკვე. რაღაც ისეთი უნდა რომ აი გწერთ პატარა საქართველოდან? კაია, გწერთ პატარა საქართველოდან, მე დავწერო, როცა ამ წერს აიკითხავთ, შეიძლება კიდევ უფრო პატარა ვიყოს. გილოცავთ თქვენი ქართველი მეგობრები. ეგრევე გავაგრძელო? არა, ქართველი მეგობრები, რა მეგობრები, ძალიან ფამილარულია, რაღაცა ისეთი უნდა რა. თაყვანის მცემლები? არა. აბა როგორი უნდა იყოს? აი ისეთი, თვითონ რო პირადად ესიამოვნოს, ისეთი უნდა იყოს. მაშინ შეიძლება. გაპრეზიდენტებას გილოცავთ თქვენი შავტუხა ქართველები. შეტერება შავტუხა ქართველები. ეხლა გააგრძელე. ჩვენ ერთი წუთითაც ეს აუცილებელია. არ გვეპარებოდა ეჭვი. არ გვეპარებოდა ეჭვი. რომ თქვენ გაიმარჯვებდით და გახდებოდით ამერიკის ღირსეული 44 პრეზიდენტი. ვა, მაგარი ნომერი დაუთრევით. გილოცავთ და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამერიკა კვლავ იქნება სოფლიო დემოკრატიის გზამკვლევი. ის არასოდეს არ მიატოვებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის საქართველოს გასაჭირში. ყოველთვის, პრინციპში ამაზე რატო უწვალობთ ამდენს? ეს მაკეინისთვის რო წერილი ქონა, ეგ ნაწილი იქიდან ამოვიდა. ო, მართალია. კი, კარგად ჯდება და ეს ნაწილი ჯდება, ნახე. ჩვენ ამერიკის პარტნიორები ვართ ერაყშიც, ავღანეთშიც და კოსოვოშიც. უფრო მეტიც, ჯერ ამერიკა არც კი არსებობდა, ჩვენ რო ირანს ვეომებოდით. აი. ზუსტად ჯდება. ქართველმა ხალხმა ბევრი ამერიკელი გულით შეიყვარა და მე მოდი სია. ეგ სია ცოტა გამოსახშირი იქნება, იმიტომ რომ სია გადავაკეთო. კი, მთავრობიდან აქ დავტოვოთ კონდოლიზა რაისი. კი ბატონო. მსახიობებიდან დენზელ ვაშინგტონი. მომღერლებიდან ჯექსონი. ჯექსონი? 20 წლამდე. ჯექსონი 20 წლამდე. ნუ სპორტიდან ხა კალათბურთი, ჯორდანი აუცილებლად. კი ბატონო. ჩოგბურთიდან ვილიამსები, დები. კი ბატონო. აი ფეხბურთზე რა ვქნა. ფეხბურთში თუდად არის საქმე. ესე რომ დავწერო, ჩვენ ქართველები ფეხბურთის ღმერთად ვაღიარებთ პელეს. რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მარადონას ვიზიტმა თბილისში. პრინციპში აქ მე მგონი ისეთი მეტი აღარაფერი აღარ არის, ხო? ხო, მეტი ეს არ გამოგვადგება, აქ მე მოდის. მესტიაზე ლაპარაკი, სუბელიანს რომ მაკეინი ეწერა ევაზე, მანქანაზე. წარწერაზე შეიძლება.
თქვენ ალბათ არიცით, რომ ერთ ქართველ ფეხბურთელს, რომელიც ჩალკეში თამაშობს, თქვენ საპატივცემლო ზურგზე კენია ეწერა. კარგია. კარგია. პრინციპში იცი რა ეს სუბელიანის ამბავი და ეს რომ მაკკეინს ძალიან ბევრი ხალხი გულშემატკივრობდა შეიძლება ჩვენ სასარგებლოთაც გამოვიყენოთ რა. როგორ და აი დაწერე ჩვენ სპეციალურად გულშემატკივრობდით მაკკეინს და მის გუნდს ვინაიდან ტრადიციულად ქართველები რომელ გუნდსაც გულშემატკივრობთ ის გუნდი აგებს. მართალია. ეხა უკვე შეგვიძლია გადავიდეთ თხოვნაზე. ხო. ყველაზე კაი ნაწილი. თხოვნაზე გთხოვთ მიგვიღოთ ერთ-ერთ შტატად. მოიცა ჯერ ინაუგურაციაც არ ყოფილა, მაგდენს ვერ გაკაჭავს. ო, ვიზების გამარტივება რო გთხოვოთ? ო, ან ჩვენ ორს მაინც რომ მოგცენ ვიზა? ხო, ეგ არის ვიზების გამარტივება. გილოცავთ ჯამრთელობა, ბედნიერება, ხვავი და ბარაკა. ხვავი და ბარაკა არ ეწოდინენ. ხო, მაგრამ წარმოიდგინე ლათინური ასოებით რო დაიწერება. ხვავი და ბარაკა. აშკარად ესია მომენტი. ჩვენი ერთ წერილია, ეხა თითქოს აკლია რაღაც ინგლისურ ენაზე ერთი სიტყვა მაინც. ხო, კაი იქნება ინგლისურათაც რო რამე ეწეროს. ო, აი დავწერე უკვე. help და ძახილის ნიშანი. დიდი ხანია გადაცემის ავტორებს გვაინტერესებს რა მდგომარეობაა საქართველოში ზოგადი განათლების მხრივ. ამის შესახებ არსებობს ბევრი გამოკითხვა. მათი შედეგები ხშირ შემთხვევაში საეჭვოა, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგვეგროვებინა საპრიზო ფონდი, შეგვერჩია 6 ადამიანი და ჩაგვეტარებინა ინტელექტუალური თამაში. დღეს თავაზობთ პირველი წყვილი შეხვედრას, რომელიც პირველი ნახევარფინალისტის ვინაობას გაარკვევი. ვიწევთ თამაშ წვინების ომი. დღეს ყავს ორი მოთამაშე და მათ შორის გამარჯვებულს გამოვავლენთ შემდეგი წესების მიხედვით. სწორ პასუხზე მიიღებთ 2 ქულას. არასწორ პასუხზე ქულა არ მოგეცემათ. პასუხი რომელიც მიახლოებული იქნება სწორ პასუხთან, იმ პასუხის ავტორი მიიღებს 1 ქულას. დღევანდელ თამაში გამარჯვებული მიიღებს 150 ლარს, დამარცხებული მიიღებს 50 ლარს. პასუხი არ ვიცი, დღევანდელ თამაში არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის ტვინების ომი. დღეს თამაშობენ გიორგი, ხუბულური და ირაკლი. ჟოჟბაშვილი. წარმატებები ორივეს და დავიწყეთ. მადლობა. რა თანამდებობის 26 ბაქოელი დახვრიტეს 1918 წელს ინგლისელები? ირაკლი. ბიზნესმენი რამე. 26 ბიზნესმენი. შეიძლება ფიქრობ გიორგი. ნუ ან თავრობის ხალხი, ან ოპოზიციის. ნუ შეიძლება მინისტრები. 26 მინისტრი. მინისტრები იქნებოდნენ ან სხვა ჩინოვნიკები. გვაქვს ორი ვერსია ბიზნესმენი, 26 და 26 მინისტრი. სინამდვილეში 1918 წელს ინგლისელმა ინტერვენტებმა დახვრიტეს 26 ბაქოელი კომისარი. სწორ პასუხთან უფრო ახლოა მინისტრი. კომისარი მინისტრიც არის აღმასრულებელი. 1 ქულა გიორგის. შემდეგი შეკითხვა. რა იყო ლენინის ნამდვილი გვარი? ლენინი ხო იცი ვინ იყო? კი. ვინ იყო? რუსეთის ერთ-ერთი მმართველი საბჭოთა კავშირის. და რა გვარი იყო? წარმოადგენდა რომ პავლოვი იყოს ვარიანტი. უბრალოდ პავლოვი, კაი. შენ რა სიტყვი? მე უფრო სხვა გვარი მგონია. აბა? სვირიდოვი გვარი. სვირიდოვი. კაი. გვაქვს ორი ვერსია, ვლადიმერ ილიასე პავლოვი და ვლადიმერ ილიასე სვირიდოვი. სწორი პასუხია ვლადიმერ ილიასე ულიანოვი იყო ლენინი.
და რომელია მიახლოებული პასუხიულიანობთან. პირველი ასო არის გვარის უ და თქვენი ნათქვამგვარებიდან პირველი ასო რომელი უფრო ახლოა უსთან. ეგრევე უნდა გავარკვიოთ. სხვა გზა არ აქვს. პავლოვი უს და უ შორის არის ჟ რ ს ტ და სვირიდო. უს და უ შორის არის ერთი ასო. ამიტომ ეს თითქოს გიორგის. გიორგი. მადლობა. შემდეგი შეკითხვა. ვინ არის ავტორი ნაწარმოებისა დონ კიხოტი? თითქოს ვიცი, მაგრამ ვერ ვიხსენებ რა. დონ კიხოტის მოქმედება სად ხდება, რომელ ქვეყანაში? თუ გახსოვს? ესპანეთში. ესპანელი მწერალი ვინ იცი? პედრო ალმოდოვარია. ალმოდოვარი კი ბატონო. გიორგი. მარადონა ესპანელი არა ეგნარია. მარადონა არ არის კი ბატონო. ჩელენტანოც არა. ისა ის ვარი სახიობი რა. სახიობი. სოროში ხო? სოროში. სახელი ის გვარი დამავიწყა. პედრო ქვია თუ რაღაცა. ანტონიო. ბანდერასი. ანტონიო ბანდერასი. კაი. გვაქვს ორი ვერსია. ანტონიო ბანდერასმა დაწერა და პედრო ალმოდოვარი. სინამდვილეში დონ კიხოტის ავტორი არის მიგელ სერვანტესი. სერვანტესთან უფრო ახლო არის ალბათ ალმოდოვარი, მაგრამ რეჟისორია და უფრო. ეხლა გამახსენდა, ერთი კულა ირაკლის. შემდეგი შეკითხვა. გაიხედეთ მონიტორისკენ. ვინ არის ეს სამი ადამიანი? ლენინი, იშუაში ვინ არის არ ვიცი და მე მგონი მესამე არის ლევ ტოლსტოი. გითხოთ ირაკლის ეს კითხვა. თქო ლენინია, პირველი აკეთებს ლენინია უდავოა. წყალი არ გაუვა. დანარჩენი ორი ვინ არის? მე ქართველებს მომგონი თიმურს. და ვინ არიან ეს ქართველი? ერთ აკაკი წერეთელს მომსგავსა. ამაგერე სერგოჯინგიტე. არა, მოიცა, ეხა დაულაგდე. გიორგი. აბა, გითხარი ეხა საბოლოო ვერსია ვინ არის ეს სამი კაცი? დავიწყოთ პირველი. ლენინი. კი ბატონო, მეორე? შუალა იქნება ორი ვერსია, მაგრამ ან ორჯონიკიძე ან ისა წერეთელი. მესამე. ეგაც მაგ ვარიანტში შეგვიძლია. ანუ ორჯონიკიძე წერეთელი არიან ის ორი, ოღონდ რომელია? ზუსტად ვერ გეტყვი. კაი, მაშინ მე პირველ ვერსიას მივიღებ, რომ ლენინი, ორჯონიკიძე და წერეთელი ამ თანმიმდევრობით ჩანა. კაი, ირაკლი. ლენინი, წერეთელი, ორჯონიკიძე. ლენინი, ორჯონიკიძე, წერეთელი, ლენინი, წერეთელი, ორჯონიკიძე. ანუ ერთმანეთს უთანხმობთ. არ ეთანხმებით. თანმიმდევრობა სხვადასხვა არის. არა, ის მეთანხმება თქო რა. არა, ეხა ირაკლი კი გეთანხმება, მაგრამ აი იმ კაცს რო კითხო, ვინც ურაძია იქ. და იმისთვის ასულეთი ხო არ არის წერეთელია თუ ორჯონიკიძე. კაი. სინამდვილეში ურაძეთ ჩვენ ხედავდით ლენინი, მარქსი და ენგელსი იყვნენ ის ადამიანები. ეხლა როგორ გავაკეთეთ რომელია მიახლოებული სორპასკო. იმაში ხომ ეთანხმებით რომ შუაში ვინც ჩანს, იმ კაცს უფრო გრძელი წვერი აქვს ვიდრე იკიტას. ხო? ანუ ის უნდა იყოს წერეთელი, ხო? იმიტომ წერეთელს ქონდა წვერი, ორჯონიკიძეს არ ქონდა. ვინ თქვა რომ შუაში არის წერეთელი? მე. შენი. გამოდის რომ ირაკლი საუგი ერთი ყულა. იოცავ ირაკლი. შემდეგი შეკითხვა, რამდენი უჯრაა საჭადრაკო დაფაზე? კაიხანი არ მითამაშია. ბოლოს შეითამაში რამდენი უჯრა იყო? ეგრე ფიქრობ 57 ან 59. კაი. მივიღე შენი პასუხი. ირაკლი. რამდენია? ალბათ 64 უჯრა. 64 რატო? კონი სიგრძეზე 8 არის. იმიტომ რომ 4 კოჭი დგება თეთრზე და 4 რჩება შავი. 4 რა დგება? კოჭი. კოჭი? ხვა. ხვა? ჭადრაკს ქვები არის? გინდათ იყოს ფიგურები. კაი ბატონო. გვაქვს ორი ვერსიას, ჭადრაკის დაფაზე უჯრების რაოდენობა არის 64 და უჯრების რაოდენობა არის 37 ან 39. სინამდვილეში ჭადრაკის დაფაზე არის 64 უჯრა. ორი კულა ირაკლის. ბოლო კითხვა დღეისთვის. რომელი სახელმწიფოს შემადგენლობაშია დაღესტნის რესპუბლიკა? დაღესტანი შემადგენლობაშია რუსეთის.
რუსეთის ფედერაციის. კი. შეიძლება ვფიქრობ გიორგი. უფრო ავღანეთს ეკუთვნის. ავღანეთს? ავღანეთში უარ ახლა ნამყოფი. ხوار გადაიფიქრე ირაკ. აზერბაიჯანზე თმაკეჭი მაგრამ რუსეთში კაი ბატონო. გვაქვს ორი ვერსია რუსეთში და ავღანეთში. სწორი პასუხია რუსეთში. ორი ქულა ირაკლის და დღევანდელი თამაში მოიგო ირაკლიმ და მიიღებს 150 ლარს. გიორგი დამარცხდა და 50 ლარს მიიღებს მხოლოდ. კარგად ძანდებოდეთ წარმატებები. დიდი მადლობა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის ბოლო რუბრიკა პრესას ჩემთან ერთად მიმოიხილავენ ირაკლი ვახტანგიშვილი, დათო ლაბაძე და ირაკლი კაკაბაძე. მე შავ თეთრი პრესა შემხვდა. მე გარედან ფერადი და შიგნიდან შავთეთრი. მე მოვიდი. ამ რუსეთმა რა დაგვაბრალოს აღარ იცის რა, ძალიან მაგარი. ქართულმა ტახებმა რუსულ ღორებს ჭირი გადასდეს. აღით რა. სინოპტიკოსთა პროგნოზით ზამთარი ცივი იქნება. შესაძლოა ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ცივიც. ეს მაინც თუ გაარტყეს კაია. შეუკვეთა თუ არა ნინი ხარსელაძემ საქორწილო კაბა. რამდენი ასოა? 3. აი შხამიანი სოკოსი სუმეშინოდა და აი ეხა ყველას დაგიკითხავთ. როგორ უნდა გავარჩიოთ შხამიანი სოკო არა შხამიანისაგან? აი წითელი შხამა სოკოს ქუდი სხვადასხვა ფერისაა. წითელი, ყვითელი და სხვა. ხო ვარიანტი აღარ არის რა მექი. აი მაგარი. ატა დავითაია. და სათაური არის ესეთი. მე დავაყენებ ამ საკითხებს და მე გძელდება, მაგრამ და რა შეიძლება და ვიბრძოლებ რომ გავიტანო. მივაწევ ხალხი მხარს დამიჭერს. ხო. მაგრამ სათაური როგორ გძელდება? მე დავაყენებ ამ საკითხებს და როგორ შესრულდება მე რა ვიცი. სიმართლეს ლაპარაკობს რასერჩი. არც არაფერს. სტალინი რომ არა საქართველოს ვინ მისცემდა ჩრდილო კავკასიაში გლუხორის რაიონს. ყველაზე პრობლემური არის ეხა ეს. დღეს ინდურმა სამხედრო გემას სომალელი მეკობრეების გემი ჩაძირა. ეგ აორია 4-ზე ჯერ დაჭრა. არა. ნახეთ ვიციო გარშემო არაფერი არ არის. და რა მაგარი იმეებში გადაინაცვლა მეკობრეთა ბრძოლა ოკეანეში. კარიბის ზღვასთან ხომ უნდა ყოფილიყო. ეხლა გადავიდა იქ სომალის ნაპირებზე. ისინი რა უკან არიან? და ჩვენთან როდის მოვა? რუსეთმა დემოკრატიის ნიღაბი მოიხსნა. ჯერ ნიღბით რა დასანახი იყო. მაგრამ Georgian Times ესეთი რუბრიკა. რას ფიქრობენ ჩვენზე? აა, უდიშით? ჩვენზე საქართველოსზე თუ მაგაზეთზე? გაზეთზე. და ნუგზარ ერგემლიძე ამბობს. Georgian Times ხანდახან ვკითხულობ, მაგრამ როცა ჩემზე წერია, მაშინ არ ვკითხულობ. ესე იგი, ამას არ კითხულობს, ბატონო ის არის. აი, გიორგი გუგავაც ძალიან მაგარს ამბობს. იგივე რუბრიკაში. რას ფიქრობენ ჩვენზე კითხა ჟურნალისტმა გიორგი გუგავას და ის პასუხობს.
ჩვენი პარტიის წევრები თქვენს გაზეთს კომენტარსაც კი არ ვაძლევთ. აბა ეს ვინ თქვა? დაფუჭებული გაზეთი შემხუნა. ვისაც გაფუჭებული გაზეთი შეხვდა გადადოს. ой. ედუარდ შევარდნაძე ხულიგნობისთვის იყო ნასამართლები. ეგ თუ ხულიგნობაა რაც მაგან გააკეთა. და ეგ თუ ნასამართლეობა არის, რასაც აი ძალიან მაგარი. სამყაროს აღსასრული ახლოვდება და მე გძელდება, თუმცა ნუიდარდებთ. აგაშენებს ღმერთი. ჰაკერებმა ნანა კაკაბაძის ვებგვერდი გატეხეს. ნეტა რა წაიღეს, პროსტა მაინტერესებს. ან რა ეგონათ რომ ეხავდნენ. რას ეხავდნენ? ვინმე ჯანელიძის რო გაეტეხათ მე არ გავიცინებდი. აი მაგალითად ენდრიკო ჯანელიძის საიტი. ჯერ სადა აქვს, მაგრამ რო გაეტეხათ. აბა ვინ გააგზელებს ამ სათაურს? ვეჯინში წყალი არც აქვთ და არც ეკრება? არც აი ძალიან საინტერესო რჩევა. ეცადე დიფტერიით არ გახდეთ ავად. რამე სხვა დაავადება ნახე გაზეთში. ცოტაა. რო არ ეცე. არა. მაიკლ ჯექსონი ელამდე ვალებში. ყელი სადა აქვს მაგას ვინის. იმდენი ოპერაცია გაკეთებს. არა ამ კრიზისის დროს ვალები მტრისას ხა ამისთვის. თან მაგას დოლარებში ექნება. როგორ გაუჭირდათ რუსებს თო? როსტოვის ოლქის მცხოვრებლებმა როსტოვის როსტოვის ოლქის მკვიდრებმა უცხოპლანეტელი შეჭრა. ყველა როგორ დააბჯობოს, იმათ ამაზე ხალი მაინ შეჭამოს. კარგად გამოუძვერით მაგათ ჩვენ კიდე. აჰა, კიდე. დედამიწაზე ქართველები დიდი აფეთქების შედეგად გაჩენილან. რა აფეთქდა? და სომხები ძახიან ჩვენ მანამდე ვიყავით. სომხები ძახიან ჩვენ ავაფეთქეთ. ავაფეთქეთო კი არა, ჩვენ აგვიფეთქდა. ელტონ ჯონი და ბილი ჯოელი კვლავ ერთად არიან. გამახარე. არ შეგაშინოთ სათაურმა, მე გამოსწორება. ბილი ჯოელს არ გეგონოთ რომ ორიენტაცია აქვს შეცვლილიო. დავწყნარდით ცოტა. და არც ელტონ ჯონსო. ინგლისში დრაკონის შვილი აღმოაჩინეს. და ვისი ბიჭი ხარ შენ და დრაკონი? და როსტოველებმა მაგარი ნერწყვი გადაყლაპეს ამაზე. აბა, ის გვაჭამაო. გამხმარი უცხოპლანეტელი გქონდაო ჩვენ. ლუქსაბელია. მაგარი სტატია რა, ბოროტმა ადამიანებმა არ წაიკითხონ. და ვერ მივდივარ. ვერ ნისტა. ქართველ ემიგრანტს ეიფელის კოშკმა იმედი გაუცრუა.
ვერ მოიპარა ეთყობა და ექსპერტები ნავთობის შემდეგ გაიაფებას მოელიან. ექსპერტი ვინ არის? ხო არ წერია სახელი. ხო, იდგნენ ბენზინკალოკას და სხვა შორის ეგ ექსპერტი. რაშები თქო, აი ნავთობის გაიაფება. და ჩავასხავთ თომე. გარემოს დაცვის ახალი მინისტრი მეთევზეებთან სტუმრობას პირადად აპირებს. ჭიები უნდა მიუტანო. სიმართლე ძალიან მწარია ხალხო. ცოტა ხანში საქართველო აღარ იარსებებს. ნუ თუ ეს ცოტა ხანი ერთ კვირაზე მეტი იქნება, მომავალ პარასკევს კიდე შევხვდებით.